ტრამპი იღებს ირანის სანაპიროს კონტროლს, მას შემდეგ რაც ჰორმუზი აშშ-ს მიწად იქცა სპარსეთის ყურის ახალ სამხედრო რუკაზე. აშშ-ს თავდასხმებმა ირანის მასშტაბით 24 დადასტურებულ ობიექტს დაარტყა. სამიზნეები მოიცავს როგორც სანაპირო პორტებს, ასევე ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს ქვეყნის შიგნით. რუკა აჩვენებს, რომ ეს შეზღუდული თავდასხმა არ არის. ასეთი ფართომასშტაბიანი მოქმედება ცვლის კონფლიქტის ბუნებას. დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი აღადგენს ბლოკადას ირანთან დაკავშირებულ გემებზე, აიღებს ჰორმუზის სრუტის დაცვას საკუთარ თავზე და დააწესებს 20%-იან გადასახადს იმ ტვირთებზე, რომლებიც ამერიკის გარანტიით გაივლის ამ მარშრუტს. მას ჩვენ ძლიერად დავარქვამთ მათ. შევინარჩუნებთ სრუტეს და ალბათ ვმართავთ მას. ჩვენ ვიქნებით სრუტის მცველები. შეიძლება სრუტის მფარველ ანგელოზადაც კი უწოდოთ თავს. სამხედრო ბრძანება მოიცავს გემებს, რომლებიც მიემართებიან ან ტოვებენ ირანის პორტებს, ნავთობის ტერმინალებსა და სანაპირო ზონებს, ხოლო სხვა ქვეყნების ხომალდებს შეეძლებათ კორიდორით სარგებლობა თუ ბლოკადას დაიცავენ. ტრამპმა ამ გზაზე ოპერაციული კონტროლი გამოაცხადა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ვაჭრობაზე, ნავთობზე და თეირანის საზღვაო შესაძლებლობებზე. ამავე დროს ცენტრალურმა სარდლობამ გააფართოვა შეტევები რადარებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რაკეტებზე, დრონებზე, ხომალდებსა და სამხედრო ცენტრებზე, რომლებიც ირანის სანაპიროზეა განლაგებული. ზეწოლა სიტყვებიდან ზღვაში გადავიდა ბლოკადით, ესკორტით, ზუსტი დარტყმებით და დრონ-გემებით, რომლებიც ბრძოლაში პირველად გამოიყენეს. თეირანმა უპასუხა, რომ არ მიიღებს უცხოურ ძალას, რომელიც მის სანაპიროსთან გამავალ მარშრუტს აკონტროლებს. რას აპირებს კონტროლს დონალდ ტრამპი? რატომ გახდა ირანული ნავთობი მთავარი სამიზნე? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი გაწელვის გარეშე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ვაქვეყნებთ. ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ღიად არჩება ირანის ნებართვითაც და მის გარეშე. ეს გადაწყვეტილება აღადგენს ბლოკადას მოძრაობაზე, რომელიც ირანის პორტებში ან სანაპირო ზონებში შედის ან გამოდის, თუმცა ინარჩუნებს ნეიტრალური გემებისა და ჰუმანიტარული ტვირთების გადაადგილების უფლებას შემოწმების შემდეგ. მაგრამ ის რაც არავინ იცის არის ის, რომ ჩვენ შეთანხმება გვქონდა. ეს უკვე საბოლოოდ შეთანხმებული საქმე იყო და შემდეგ მათ დაარღვიეს. ისინი ყოველთვის არღვევენ. ჩვენ უკვე 10 შეთანხმება გვქონდა ამ ხალხთან. ასე რომ უბრალოდ ძლიერად შევუტევთ მათ და შევინარჩუნოთ სრუტე, ალბათ ჩვენ ვემართავთ მას. ჩვენ გავხდებით სრუტის მცველი. შეიძლება მას მფარველ ანგელოზს უწოდებენ. ჩვენ ანაზღაურებას ვიმსახურებთ. როცა ამას გავაკეთებთ, ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ოპერაცია დაიწყება სამშაბათს, 14 იულის 20:20 საათზე უნივერსალურ დროში, რაც ბრაზილიის დროით 17:17 საათს შეესაბამება. გემები, რომლებიც არ დაემორჩილებიან, შეიძლება შეჩერდნენ. ამერიკულმა ძალებმა გააფრთხილეს, რომ ბრძანების აღსასრულებლად შეიძლება სამხედრო ძალა გამოიყენონ. შეტევების მასშტაბი აჩვენებს, თუ როგორ აპირებს ვაშინგტონი ამ კონტროლის შენარჩუნებას. შაბათ-კვირას ამერიკულმა ძალებმა ზუსტი საბრძოლო მასალით ათეულობით სამიზნე დაარტყეს ირანის სხვადასხვა წერტილში. კიდევ ერთ ტალღაში, რომელიც თავად ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა, დაახლოებით 140 სამხედრო ობიექტი დაიბომბა. ეს ხსნის, თუ რატომ იყო აფეთქებების ყველაზე დიდი კონცენტრაცია სანაპიროსთან ახლოს. ტრამპი ცდილობს ირანს წაართვას თვალთვალის საშუალებები, იარაღი და ნავები, რომლებიც გამოიყენება სრუტეში მოძრაობის დასაშინებლად. ბანდარ აბასი ერთ-ერთ თავდასხმის ცენტრად იქცა, რადგან აქ მდებარეობს მნიშვნელოვანი ირანული საზღვაო ბაზა ჰორმუზის გასასვლელის პირისპირ. ასევე დაფიქსირდა კაჩინში, აბადანში და სხვა სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ირანულ რეგიონებში. ქაშემს აქვს სტრატეგიული მდებარეობა საზღვაო მარშრუტზე, ხოლო ბანდარ აბასი აერთიანებს პორტს, სამხედრო ობიექტებს და სტრუქტურებს, რომელსაც იყენებს როგორც საზღვაო ფლოტი, ასევე რევოლუციური გვარდია. ამ წერტილების დაზიანებით შეერთებული შტატები პირდაპირ ზეწოლას ახდენს თეირანის შესაძლებლობაზე, გაუშვოს რაკეტები გემების წინააღმდეგ, გამოიყენოს დრონები, ზღვას უთვალთვალოს და შეინარჩუნოს ხომალდები სანაპიროს მახლობლად. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ სამი უპილოტო ხომალდი კორსაირი თავს დაესხა თეირანის საზღვაო ბაზაზე მდებარე საზღვაო და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტს. ცენტრალური სარდლობის მიხედვით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკულმა ძალებმა საბრძოლო მოქმედებებში დრონ ხომალდები გამოიყენეს. გამოქვეყნებულმა კადრებმა აჩვენა, როგორ უახლოვდებოდა სისტემა ნავ მისადგომს აფეთქებამდე. ამერიკული ბრძანება მოიცავს ირანის მთელ სანაპირო ზოლს, მათ შორის ნავთობის ტერმინალებს და ცდილობს საერთაშორისო ვაჭრობა გამოყოს სამხედრო ფლოტისგან. ირანი, მათ შორის 20-ის ამოღება გადაწყვეტილების ყველაზე თამამი ნაწილია. ტრამპი სურს, რომ ქვეყნებმა, რომლებიც ამ მარშრუტს იყენებენ, გადაიხადონ იმ დაცვისთვის, რომელსაც შეერთებული შტატები სთავაზობს, არგუმენტით, რომ ვაშინგტონმა აღარ უნდა იტვირთოს სამხედრო ხარჯები მარტო.
და ამისთვის უნდა აგვინაზღაურდეს. როცა ამინაზღაურდეს, მას გავაკეთებთ, აგვინაზღაურდება, რადგან სხვა ქვეყნები ძალიან მდიდრები არიან, ისინი ჩვენს მხარეს არიან. და ჩვენგან არ უნდა ელოდონ, რომ ამას უფასოდ გავაკეთებთ. განსხვავებით იმ წლებისგან, რაც ასე ხდებოდა. იცით, ჩვენ ამ სრუტეს 50 წელზე მეტია ვიცავთ და ამისთვის არასდროს გადაგვიხდიათ. მათ მთელი ფული მიიღეს, ხოლო შეერთებული შტატები მარტო დარჩა, იცით არა? მათ არ სურდათ ურდათ, ეს საოცარია. ეს ჩვენ ვართ. ჩვენ ამას ვერასდროს ვახერხებდით. ჩვენ უფასოდ ვიცავდით ამას. ეხლა კი გავაგზავნებთ დაცვას და ამაზე ბევრ ფულს მივიღებთ. მაგრამ ჩვენ უბრალოდ გვინდა რომ აგვინაზღაურონ ამის გაკეთებისთვის. ჩვენი ხალხის საფრთხეში ჩაყენებისთვის. ჩვენ არავის ვრისკავთ, ჩვენ ადამიანებს უშველით. დაიმახსოვრე, აქამდე 52,000 მომიტინგე მოკლეს. პრეზიდენტმა თავი წარმოადგინა როგორც ჰორმუზის სრუტის მცველი და თქვა, რომ ეს გადასახადი უსაფრთხოების ხარჯების ანაზღაურებას მოხმარდებოდა. გადახდის მექანიზმი ჯერ კიდევ არ არის განმარტებული და ცენტრალური სარდლობის პრესპიკერმა არ დაადასტურა, იქნებიან თუ არა სამხედროები პასუხისმგებელი თანხების შეგროვებაზე. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ არ არსებობს იურიდიული საფუძველი სავალდებულო გადასახადის დაწესებისთვის მხოლოდ საერთაშორისო სრუტეში გავლაზე. ირანი მძვინვარედ მოიქცა, რადგან ეს ნაბიჯი ამცირებს მის თავისუფლებას გამოიყენოს ჰორმუზის სრუტე ზეწოლის ინსტრუმენტად. საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღიჩიმ განაცხადა, რომ თეირანი კვლავაც დარჩება სრუტის მცულთის მცველად, მაშინ როცა ირანის სამხედრო ხელმძღვანელობამ უარყო შეერთებული შტატების ნებისმიერი როლი სრუტის მართვაში. რევოლუციურმა გვარდიამ უპასუხა შეტევებით ამერიკულ და მოკავშირე ობიექტებზე, ბარეინში, ქუვეითში, იორდანიასა და ომანში. ბარეინმა განაცხადა, რომ ირანული რაკეტები და დრონები ჩაჭრა. რეაქცია აჩვენებს, რომ ბლოკადა მხოლოდ განცხადებების დონეზე არ დარჩება. მარშრუტი უკვე ომის სამხედრო და ეკონომიკურ ცენტრად იქცა. თეთრმა სახმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომრან ახილი, რომელიც ირანის ხუზესტანის პროვინციაში სპეციალური ოპერაციების კომუნიკაციების ხელმძღვანელად ითვლებოდა, დაიღუპა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა რაკეტებმა ავაზის აეროპორტი დაარტყეს. ინფორმაცია გაავრცელა პრესპიკერმა კაროლინ ლევიჩმა, თუმცა ორშაბათამდე ფართო დამოუკიდებელი დადასტურება მიღებული არ ყოფილა. ავაზი მდებარეობს ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ნავთობის რეგიონთან ახლოს, ხოლო მისი აეროპორტი სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს სამხედრო და ლოგისტიკური გადაადგილებისთვის. ტრამპის გამკაცრება მოხდა მას შემდეგ, რაც დაზორვამ გააფრთხილა, რომ შესაძლოა ირანს მისი მოკვლის გეგმა ჰქონდეს. თურქეთში შეხვედრიდან დაბრუნებისას პრეზიდენტმა მარშრუტის ნაწილზე უარი თქვა ახალი საპრეზიდენტო თვითმფრინავის გამოყენებაზე და ძველ Air Force One-ში ჩაჯდა. რეპორტაჟების მიხედვით, ცვლილება უსაფრთხოების ზომის სახით იყო რეკომენდებული. ახალი განკარგულების გამოცდა სამშაბათს დაიწყება. ცენტრალურ სარდლობას მოუწევს გემების ინსპექტირება, ჰუმანიტარული ტვირთების გამოყოფა, ნეიტრალური გემების თანხლება და ირანის პორტებში წვდომის აღკვეთა ისე, რომ მსოფლიო ვაჭრობა სრულად არ შეჩერდეს. თეირანი შეიძლება შეეცადოს ამ ბარიერის გამოწვევას ახალი თავდასხმებით რეგიონში ამერიკულ ძალებზე. თითოეული ირანთან დაკავშირებული გემი, რომელიც შეეცდება ამ ზონის გადაკვეთას, აჩვენებს, იქნება თუ არა ტრამპის განცხადება მხოლოდ პოლიტიკური მუქარა, თუ ირანის სანაპიროსთან დაწესებული ახალი სამხედრო წესი. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. ხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ თქვენს ეკრანზე მოცემული პიქსის გასაღების საშუალებით. ჩვენ დამოუკიდებელი არხი ვართ. ჩვენ ვცდილობთ, რომ თქვენ ყოველთვის სიმართლით ინფორმირებული იყოთ. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.